განადგურება ვითომ სასამართლო წესით არის იმისაც რომ ქართული ხალხი და ყველა ჩემი მოკლე დააშინონ და ამით ცდილობენ პრეზიდენტს ასევე პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი რადგან ეუბნებიან მათაც რომ იმასაც იგივე ბედიების თუ უკრაინას არ ჩააბარებს მე განსაკუთრებით ცინიკურად ჟიან და მარადურება ქვეყნის არ ჩაბარებისთვის 2008 წელს ეს ამისთვის არის ყველა აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებისთვის 2004 წელს როდესაც რუსეთს გამოგვიჯეთ სეპარატისტული კარტი იმისაც რომ გავბედდა საქართველოს სახელმწიფო და წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შევძელით იმისაც რომ კორუფცია კრიმინალად დავამარცხეთ იმისათვის რომ ხალხისთვის ვიხწოდი და არასაკუთარ ჯიბისთვის იმ ჯვით უნდა ვიბჯოლოთ სხვა გამოსავალი არ არის სხვა გამოსავალი არის ჩვენი ქვეყნის დაკარგვა აგერ ნახეთ სომხეთმა აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს უკვე ხელშეკრულება თურქეთი და სომხეთი ასე ხელშეკრულებას ერთად გაუბედურებულ მიტოვებულ ქვეყანას რჩება საქართველოს დაუცველი და განადგურებული არ მეგონა თუ ამას როდესმე მოვასწრებოდი მაგრამ ვიბჯვით და ვიმარჯვებთ ეს არის ერთადერთი გზა თქვენთვის მინდა უთხრათ საშიში ვიქნები როგორც ციხეში ასე უკრაინაში იმიტომ რომ ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებასთან ჯობას და გამარჯვებას და საქართველოს წარმატებას და ამას უკვე საუკუნეების განმავლობაში გაყვება ამერს და ამიტომ საბოლოო ჯამში გამარადგურეთ რამდენიც გინდა საქართველოს თავისუფლების იდეას ვერ ჩაკლავთ სააკაშვილის სრულს ვერ ჩაკლავთ და რაც უფრო წლები გაიზრდება საუკუნეების მხოლოდ გაიზრდება იმის დაფასება თუ რა შევძლიათ და რა გავაკეთეთ და კიდევ უფრო მეტი იქნება დაგმობას იმისა თუ რასაც ჩადიხართ თქვენ